ეხლა ორი სიტყვით შევეხოთ ისეთ პატარა საკითხს ბუღალტრული აღრიცხვის განვითარების ისტორია. ბუღალტრული აღრიცხვა ერთ-ერთი უძველესი პროფესია გახლავთ და მისი საწყისი ინფორმაციები ჩვენ წესაღრიცხვამდე 5000 წლის წინაც კი იყო აღმოჩენილიო ძველ საბერძნეთსა და რომშიო. რა თქმა უნდა, დამწერლობის მათემატიკის განვითარებამ ძალიან დიდი როლი შეასრულა აღრიცხვის განვითარებაში და ესეთი ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, როგორც პროფესიული კუთხით საწყისი მაინც აღორძინების ხანაში ვლინდება. დიდი როლი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის განვითარებაში რომს, სადაც გაჩნდა პირველი პროფესიული დოკუმენტაცია, რომელშიც ხდებოდა ბუღალტრული ინფორმაციის დაფიქსირება, ჟურნალებისა და წიგნების სახით. თვითონ პროფესიის სახელით წიგნის უკავშირდება ბუღალტერი მოდის წიგნიდან, იმიტომ რომ აი ამ პროფესიის ადამიანები ჩანაწერებს აკეთებდა შესაბამის ჟურნალებში და შესაბამის წიგნებში. მე-15 საუკუნიდან ჩნდება ეს ტერმინიო. 1498 წელს რომის იმპერატორი მაქსიმილიან პირველი ნიშნავს პირველ ბუღალტერს, ანუ უწოდებს მას ასეთ თანამდებობას აძლევს, როგორც ბუღალტერი და ქრისტოფერ შტრეხერი იყო ასეთ ბუღალტერი, რომელიც როგორც ბუღალტერი ასე დაინიშნა. ამ პერიოდში ჩნდება ტერმინი აუდიტორი. და ეს ძველ საბერძნეთსა და რომში ვლინდება პირველად აუდიტორი, ეს ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და მოსმენას ნიშნავს თვითონ ეს სიტყვა. რა ხდებოდა, ვინ იყვნენ აუდიტორები? აუდიტორები ახდენდნენ საჯარო მოხელეების, სახელმწიფო მოსამსახურეების დოკუმენტაციის შემოწმებას და მის კანონთან შესაბამისობაში შედარებას, ანუ რამდენად კანონიერად მუშაობდნენ ისინი, ამოწურდნენ ამ დოკუმენტაციას. და რა თქმა უნდა, ამას წარუდგენდნენ, მე ამ ინფორმაციას წარუდგენდნენ ხელისუფლებას. აი ეს პროფესია ძირითადად სახელმწიფო დანიშნულებით იყო, ანუ სახელმწიფო მოხელეებზე მუშაობდა ეს აუდიტორები, მაგრამ როცა ეკონომიკა ცოტა უფრო წინ წაიწია და სამრეწველო რევოლუცია, ასე ვთქვათ, რასაც ვეძახით ჩვენ იმ პერიოდში მოხდა, ამ დროს მრეწველობა ძალიან სერიოზულად განვითარდა, ამას ჭირდებოდა შესაბამის რესურსი, კაპიტალი. ეს კაპიტალის მნიშვნელოვნად იქნა ჩადებული აი ასეთ ბიზნესებში და აქედან იწყება და ჩნდება ორი ფენა. კაპიტალის მეპატრონეები და ის დაქირავებული პირები, ვინც მართავენ ამ კაპიტალს, ანუ დაჭირდათ ადმინისტრაცია უკვე ამ კაპიტალის სამართალად. რამდენადაც თვითონ მეპატრონე არ ადგა თავზე უშუალოდ ამ კაპიტალს და თვითონ არ ახდენდა აი ამ ფარდის პროცესს, უკვე გაჩნდა მოთხოვნილება იმისა, რომ ვისაც მიანდო ეს კაპიტალი, იმისგან მიეღო ინფორმაცია დოკუმენტურად, რომ შემოწმებინა რა ხდებოდა იქ. ეწევიან საუბრობთ, სახელმწიფოს რატო დაჭირდა აუდიტორი? იმიტომ რომ სახელმწიფო მიანდო თავის რესურსი სხვა მოხელეებს და უნდა შემოწმებინა დოკუმენტურად, ხდებოდა თუ არა სწორად მისი დახატვა. აი ასეთი საწყისი აქვს ამ პროცესში ბუღალტერიის წარმოქმნას, როცა კაპიტალის მეპატრონეები ითხოვენ იქედან ჩანაწერებს, შესაბამის ინფორმაციებს, რა ხდება პროცესები როგორ მიმდინარეობს. ადმინისტრაცია უკვე ამ ჩანაწერებს ამზადებს და აწვდის მეპატრონეებს, მაგრამ ამ პერიოდიდან უკვე იწყება საფუძველი არა მარტო ფინანსური აღრიცხვა გახლავთ ის ინფორმაცია, რომელიც ეწოდება მომხმარებლებს, უპირველეს ყოვლისა მეპატრონეებს. არამედ იწყება საფუძველი მმართველობითი აღრიცხვის. და ეს მმართველობითი აღრიცხვა გარეთ არ გადის. ესეც ბუღალტერი აკეთებს ამას ბუღალტრები და წერენ, ოღონდ ეს არის მართვისთვის, სახელიდან ხომ გძნობთ, რომ ეს მმართველობის მენეჯერების აღრიცხვა. ამ პერიოდში მიხვდა უკვე ეს მმართველები და ხელმძღვანელები იმას, რომ ეს ინფორმაცია, რომელსაც ითხოვდა მეპატრონე, ხომ უნდა დაემზადებიათ და მიეწოდებინათ მისთვის. ასევე საინტერესო იყო თავისთვისაც, ანუ მისთვისაც საჭირო გახდა რაღაცეების ჩაწერა, დაფიქსირება და გამოყენება მერე მართვის პროცესში.
ითვლება, რომ ამ პერიოდიდან უკვე ჩაეყარა საფუძველი მმართველობით აღრიცხვასაც. ანუ აღრიცხვა, რომელიც ჭირდება თვითონ მენეჯერებს, შიგა აღრიცხვა.